მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაპირებთ გადავიღოთ ფინტების განხილვა. დღეს როგორც ხედავთ, ვარ მარტო, რადგან ცოტა აქვს თამაში და დილას გავგვეძება ცოტა არ იყოს. უაძრო იქნება თამაშის დღეს, ამიტომაც გადავიღებ მარტო, იმედია მოგეწონება და ლაიქით გამოიწერეთ ხალხი და გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს. რაც შეეხება ლაშას, იყო საუბარი ლაშაზე, რატომ გავუშვით, არ გაგვიშვია, ეს იყო უბრალოდ სტუმარი, მეკარე რომელიც ყოდა, ამის შემდეგ ლაშაც იქნება ჩვენთან ერთად და თუ მეკარე სტუმარი გვეყოლება, თქვათ რაღაცებს შევაჯებებ და მსგავსი რაღაც კაი რაღაცები გველისწინ. ამიტომაც არ იყოს კომენტარები ლაშაზე, იუარჯიშეს ბიჭი მოინდომებს და ეს იქნება. ახლა კი უკვე დავიწყოთ ფინტების განხილვა, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ მატჩში, იქნება ძალიან ეფექტური ფინტები. დღეს გვექნება ჩვენ 4 ფინტი, იმედია გამოიყენებთ, რადგან არც ისე რთულია და ძალიან ეფექტურია და დავიწყოთ. ეხლა უკვე ავხსნი ამას კონკრეტულად თუ როგორ კეთდება. პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ბურთის უკან გამოწევა. ძალიან მარტივია. უკან გამოწევა, ამ გამოწევის შემდეგ უკვე მიმართულებას ვაძლევთ. ეს ფინტი გახავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის. გინდა თუ არ გინდა ჩვენი როცა გახარ და წინ ვიღაცა ეს რამს გიკეთებს. იბნევი და ცოტა კონცენტრაციას კარგი. ეს ესეა ფეხბურთში. ამიტომაც ეს არის ყველაზე გამოსადეგი ფინტი. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია თვალითაც მოვატყუოთ, თქვათ ან ჩაწვდება, ან დარტყმა, თქვათ კარია. თვალით შეგვიძლია მოვატყუოთ ასევე და ვითომ დარტყმის შემდეგ უკვე შეგვიძლია ბურთს მიმართულება შევცვალოთ. ჩვენთვის კარგი ხარეს. ესე ერთი გავიხედავ ჩატარებულს. დამთავრდა ჩვენი საქმე. ამ ფინტსაც გირჩევთ რომ გამოიყენოთ როგორც წინა ეს წინა და ეს ფინტი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთში და იყენებენ რადგან ადგებათ. ამიტომაც გირჩევთ რომ თქვენ გამოიყენოთ. ახლა კი გადავიდეთ უკვე შემდეგ. ეს ფინტი გახლავთ აგდება, არის საკმაოდ რთული ფინტი. ეს აგდება, ვთქვათ და გახურების დროს კეთვა, ჯონგლირება და რაღაც დაფუძნება. რაღაც აგდება ხომ უნდა გქონდეს რომ დავიწყოთ. ანუ სულ ეს ვერა ხო? ჩვენი სუსტი ფეხით უფრო მარტივია, თუ გავიტანთ ჩვენს სუსტი ფეხის ხარეს ბურთს გარედან და არა უკრიდან. გარედან გაგვაქვს, შემდეგ ამ ფეხს აღწევთ და ამ ფეხით უკვე ამოგვაგზავნებთ. ეს არ არის რაც თქვენ გონიათ, ეს არის უფრო ზიდანის როგორც სხვა ვარიანტი. ეს ვარიანტი მე პირადად მირჩენია და თქვენ გირჩევთ, რადგან არის უფრო ასე ვთქვათ უსაფრთხო ხო გასაკეთებლად ან ნაკლები შანსია რომ დავკარგოთ, რადგან ჩვენ როდესაც პირველს ამ მოძრაობას ვაკეთებთ, ამით განით პეტავთ ბურთს. შემდეგ უკვე მეორე მოძრაობას ვაკეთებთ. ესე იგი მიგვაქვს პეტავთ. მე ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო, იმედია ისიამოვნეთ ვიდეოთი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქება ვიდეოს, ჩვენ ამ სტიმულს ვიღებთ. მომავალ შეხვედრამდე, დროებით.